ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე პარტიების აკრძალვის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში შედის. რეპრესიული ცვლილებების თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან პარტია, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ასევე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრანტის მიღების შესახებ კანონპროექტს. ცვლილებების მიხედვით, რომელსაც ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იღებს, აიკრძალება უცხოური გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. კანონპროექტში უკვე არსებული ჩანაწერის თანახმად, აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. კომიტეტზე რეპრესიული ცვლილებები ოცნების წევრმა ირაკლი კირცხალიამ წარმოადგინა. წარდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოვიდა ინიციატივით ნებართვა დასჭირდეს და ანტიკორუფციული სამსახურის კონტროლ ქვეშ მოექცეს გრანტის მიზნის ცვლილებაც. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ დონორმა გასცეს თანხა ერთი კონკრეტული მიზნით, რასაც შესაბამისი თანხმობა ექნება, მაგრამ მიმღებმა თანხა სხვა მიზნით დახარჯოს. ქართულ ოცნებას გრანტების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მიღებული და ამოქმედებული სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე იქნება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის დასავლელი პარტნიორები ქართული ოცნების ამ კანონპროექტებს რეპრესიულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან.